იმედისა და რწმენის 10 წელი. ასე ეწოდებოდა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ მუზაში გაიმართა. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი 10 წლის წინ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის თანადგომით, სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორის სვეტლანა ქეცბას ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დაარსდა. საიუბილეო საღამო აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ გახსნა. საპატრიარქოს სახელით ცენტრს იუბილე თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ და კულტურის მოღვაწეებმა მიულოცეს. 10 წლის გადასახედიდან ჩანს, რომ იმედი პატრიარქისა გამართლდა. ამ ცენტრს ხელმძღვანელობს გამორჩეული პიროვნება ქალბატონი სვეტლანა ქეცბა, რომელმაც სრულად იცის ქართველთა და აფხაზთა დღევანდელი ძიმე მდგომარეობის მნიშვნელობა და აუცილებლობა შერიგებისა, ერთსულოვნებისა. ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს ეს ცენტრი, რათა ქართველ და აფხაზ ხალხს არ ქონდეს ერთმანეთთან რაიმე ისეთი, რაც დააშორებს მათ ერთმანეთისაგან. ეს არის სულიერება, ეს არის კულტურა, ეს არის ჩვენი დიდი ტრადიციები. ულოცავ ამ დღეს სულიად საქართველოს, ულოცავ თითოეულ პიროვნებას, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, ამ centrში თანამშრომლობით. ერთმა გაგახაროთ. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა სვეტლანა ქეცბამ 10 წლის მანძილზე გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. 10 წლის წინ ეს ცენტრი პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაარსდა. უწმინდესმა და უნეტარესმა კარგად იცოდა აფხაზეთიდან დევნილების წუხელი და განცდა და მან ჩვენდამი თანადგომა ამით გამოხატა. პატრიარქს სურდა ყოფილიყავით სულიერად ძლიერები და ჩვენი საქმიანობით სიკეთე შემოგვეტანა ამ სამყაროში. სულიერებისა და კულტურის ცენტრმა დღემდე ამ გზით იარა. ბედნიერი ვარ იმით, რომ საიუბილეო საღამოს ცნობილი ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ აფხაზები და ქართველები, რომლებიც მტრები ვერ იქნებიან, გაერთიანდნენ, რათა ერთიან და ძლიერ საქართველოში იცხოვრონ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მხატვრებმა გამოფინეთ ამ იუბილეასთან დაკავშირებით ჯგუფური გამოფენა, რომელიც არის სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ჟანრით, სხვადასხვა სიუჟეტით შექმნილი, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი არის აფხაზეთის თემა და არა მარტო აფხაზეთის თემა, არამედ კონცეპტუალური ნამუშევრები. საღამო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთმა დაასრულა. მე მინდა დიდი პატივისცემით მიულოცო აფხაზეთის სულიერების ცენტრს 10 წლის თავი. მინდა რომ ჩემთვის და ჩემი საყვარელი ქართველი ხალხისთვის აფხაზეთი დაბრუნებული იყოს და ყველას ეცხოვროს საყვარელ აფხაზეთში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ დღევანდელ დღეს შევასრულე ანსამბლის თავის სახელით ცეკვა ქართული. მართლაც დიდებული დღეა, ისეთი ადამიანები გამოვიდნენ და ისეთი გულით და ისეთი სიყვარულით ილაპარაკეს აფხაზეთს. აუცილებლად ჩვენ ერთად ვიქნებით ბოლოს. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემმა შვილმა მიიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში და იცეკვა მართლაც არაჩვეულებრივი ცეკვა ქართული, რომელიც აფხაზებს ძალიან უყვართ, იმიტომ რომ ისინი წყინვალეთ ასრულებდნენ ამ ცეკვებს და მე მინდა მოვიდეს ის დღე და გათენდეს ისეთი დღე, რომ ჩვენ ცეკვით და სიყვარულით შევიდეთ აფხაზეთში.